მე ადრე თქვი რომ სასულიერო პირი მღვდელი როდესაც ამზადებს ქადაგებას ზოგჯერ ხდება რომ ვერ მოამზადებს ქადაგებას, მაგრამ მოაქვს მასალა. ასე ვთქვათ, რაზეც იფიქრა მთელი კვირა ქადაგების მომზადებისთვის. დაწერა, ამოწერა სხვადასხვა მამების, წმინდა მამების ნაშრომებიდან და ეს მასალა მოაქვს და ზოგჯერ ეს მასალა ძალიან სულის სასარგებლოა თუ ესე იგი მთელმა ვერ მოამზადა ქადაგება. ჩვენც ასე ვაკეთებთ. ზოგჯერ ქადაგება მოქონდა, ზოგჯერ მასალა. მაგრამ აი დღეს ვერც ქადაგება ვერ მოვიტანე და ვერც მასალა. ერთი მიზეზის გამო. ეს იყო ვარძიის მოლოცვა. ესე იგი რა შვაშია ვარძია? ესე იგი მღვდელი ჩვენ სასულიერო პირები ძირითადად ასეა რომ ქადაგების მომზადებას ვიწყებთ ორშაბათიდან. ათენდება ორშაბათი, მომავალი კვირის სახარების საკითხავს გადავხედავთ, 60 კილოს საკითხავს, ვისი ხსენება და იმის მიხედვით მღვდელი გამოძერწავს ასე ვთქვათ შექმნის ნელ-ნელა მთელი კვირის განმავლობაში ქადაგებას. აი ორშაბათს მეც გადავხედე, სამარიტელის კვირა იყო, გამიხარდა, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს აი ეს დიალოგი, რაც დღეს ჩვენ წავიკითხეთ სახარებიდან მაცხოვრისა და ამ ცოდვილი ქალის და შემდგომ უდიდეს წმინდანი ქალის დიალოგი. ეს ქალი ცოდვილი ქალია, მაგრამ ღირს იქნა მაცხოვართან დიალოგისა, იმიტომ რომ ქონდა მიუხედავად იმისა, რომ ცოდვილი იყო დიდი მისწრაფება სულიერი ცხოვრებისადმი და დავიწყე თითქოს მომზადება, 60 კილოსაც გადავხედე, მაგრამ ის დღე საერო საქმეებში მიილია, მეორე დღეს, ანუ სამშაბათს უკვე წავედით ვარძიის მოსალოცად, ის დღეც რა თქმა უნდა გაცდა და აი 4 შაბათს, როდესაც დავჯექი, რომ ისევ კვლავ დამეწყო ქადაგებისთვის მზადება, თვალიდან, გონებიდან არ ამოდიოდა ვარძია. ვერაფერს ვერ ვწერდი, სულ ვარძიაზე ვფიქრობ. მერე 5 შაბათსაც იგივე იყო, პარასკევს უკვე დროც აღარ იყო მომზადების და გადავწყვიტე, რომ მაშინ აი კვირას მეთქი ვარძიის შესახებ, რადგან მთელი კვირა თითქმის ვარძიაზე ფიქრით და ვარძიაზე ოცნებით ვარძიის შესახებ იყო გონება დაკავებული, ვიფიქრე, რომ აი მოდი ამ ხრივ ამ მასალას მივაწვდი მრევლს. ზმანო და დანო, ჩვენ წავედით სამშაბათს დავიძარით თბილისიდან, ორი დიდი მიკრო ავტობუსი იყო 20 კაციანი და მე ადრე ნამყოფი ვარ ვარძიაში, მაგრამ მაშინ ეთყობა ძველი გზა რო იყო, მოვანდოვებთ 6 საათი. ისეთი დაღლილი მივედით, ისე და სულ იმაზე ვფიქრობთ, უკან რა დაბრუნდება. ეხლა მადლობა ღმერთს, ძალიან კაი გზა გაუკეთებიათ. ჩავედით ზუსტად გაუჩერებლივ რო ჩავთვალოთ 3 საათსა და 15 წუთში. ესე იგი, ისე ჩავედით, რომ ვერც გავიდეთ. და აი ვივადექით ვარძიას, იყო არაჩვეულებრივი დღე. ამდენი წვიმების შემდეგ იმ დღეს იყო ძალიან მზიანი დღე. და აი უყურებთ, მივდივართ უკვე ნელ-ნელა ვარძიისკენ და როგორი ხოჭი აი რაღაცნაირად წინის წინა დღეს ჩვენ თამარის შესახებ ვისაუბრებთ, თამარ მეფის შესახებ და ვარძია თამარ მეფის ქმნილება, ასე ვთქვათ, თამარ მეფენ გააკეთა ტროპარშიც აი ეს ღვაწლწერია მისი და რომ გადმოვედით და უყურებთ ვარძიას, აი თითქოს თამარ მეფე გმასპინძრობდა, თან მისი ცხოვრებით ვიყავით აქტოვანებული ჯერის ძალიან ზეგავლენის ქვეშ ვიყავი და აი რაღაც ესეთ შეიძლება ქონდა თითქოს რომ აი თამარმა მიგვიწვია, თამარმი გმასპინძრობს და ჩვენც მივედით ვარძიაში.
ეს ზე ანათებდა საოცრად, თითქოს ეფერებოდა, თითქოს კოცნიდა, ეხვეოდა ვარძიას. მერვე მსოფლიო შეიძლება ვთქვათ, მსოფლიო საოცრებას ძმანო და დანო და ესე იგი ისეთი სიხარულით აივსო ჩვენი გულები, აი როგორც ყვებოდით ზუსტად როგორც წავიკითხეთ, რომ თამარის დროს ქართველობა იყო ძალიან ახსილი დიდი სიხარულით, აი რაღაც ამდაგვარ მსგავსად ამისა ვიყავით, თითქოს ჩვენ მართლაც ოქროს ხანაში მოხვდით. და გადავწყვიტე, რომ აი თითოეულ გამოქვაბულში შევსულიყავ, მაგრამ შემდეგ აღმოჩნდა, რომ 300 გამოქვაბული იყო და მე უფრო ცოტა მეგონა. და რა თქმა უნდა, ზოგი ისე სიმაღლეზე იყო, რომ ახალგაზრდული შემართება და ძალა ჭირდებოდა, მაგრამ სადაც მოვახერხე, ყველგან შევედი პირველივე გამოქვაბულში და აი დავჯექი და ვიჯექი ისე სიხარული. აი როგორც მოცურავეს, რომ დიდი ხანია წყალში არ ყოფილა და გადახტება და უხარია წყალში, ეს შევედი და რაღაც აი იმ გარემოში ვიყავი და დიდ სიხარულს და ნეტარებას ვგრძნობდი. ავედით ნელ-ნელა აუყევით ბილიკებს და ნახეთ საოცარი რა. მილი წყლის გაყვანილობა, უძველესი მილი, რომელიც ჩამოდიოდა, ესე იგი ვარძის მთელ ამ გაყოლებაზე და როგორც არის აღმოჩენილი, შედიოდა ყველა ოთახში. ჩვენ არ დაგვავიწყდეს, ყველამ უნდა იცოდეს, რომ ვარძია ძირითადად არის დანგრეული ძმანო და დანო. მე-14 საუკუნის მიწისძვრამ დაანგრია მთლიანი ვარძია. შემორჩენილია მარტო 30%. 70% ვარძიის არის დანგრეული. და აი ეს რაც არის შემორჩენილი, ესე იგი ნანგრევია შემორჩენილი. ესე ხიბლავს ადამიანს. ესეთ საოცარ შთაბეჭდილებას ახდენს, რა იქნებოდა ნამდვილი მთლიანი ვარძი და ძალიან გული დამწყდა. ძალიან. კი ვიცოდი რომ დიდი ნაწილი დანგრეული იყო, მაგრამ ასეთი ამხელა პროცენტით იქ გავიგე და ძალიან გული დამწყდა. და როდესაც ესე იგი ამ გულის ტკივილით ვისმენდი ექსკურსია მძღოლის საუბარს და ვფიქრობდი, რომ უფალო, აი რატო დაუშვიეს, ხო ვიცით, რომ ჩვენ წოდების გამო იყო, მაგრამ მაინც აი ესე ვფიქრობდი, რატომ უფალო, რა აი ნეტა მთელი ვარძია მენახა, ესეთი სურვილი დამეუფლა და ჩვენ ხო ამბობთ, რომ რა სურვილიც გაქვს, უფალი ყველა სურვილს გისრულებს, ჩვენ ეს დავამტკიცეთ კიდევაც. და აი ვფიქრობდი, ეს ხო არ ასრულდება, აი როგორ შეიძლება ეხლა დანგრეულია და უკვე ვარძია, ეს არ ამისრულდება ალბათ მეთქი და უნდა გითხრათ, რომ ამისრულდა ძმანო და დანო. აი ამისრულდა, ისეთი რამ მოხდა, ეხლა გაგიკვირდება ამის შესახებ ცოტა ქვემოთ გეტყვი. და აი ამ მილებმა, მილსადენმა მე-12 საუკუნეში წარმოიდგინე, რომ როგორც დიდ კორპუსში დღეს წყალი შედის ყველა ოთახში, აი ეს ის ყველა სახლში, აი ესე იყო ეს მე-12 საუკუნეში. ეს საოცრება თან კლდეში, გამოქვაბულში. ასევე გავუცდით ეს ერთი, მეორე. საოცარი იყო გათბობის სისტემა. ესე იგი ყველა ოთახი თბებოდა. ასევე ვენტილაციის სისტემა, მესამე. გასაოცარი. მეოთხე რამაც უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა, ეს იყო სასურსათო სისტემა. ესე იგი იქ იყო სურსათი, დიდი დროით შეიძლებოდა სურსათის შენახვა. მეხუთე რამაც განგვაცვიფრა, ეს იყო ძმანო და დანო, ესე იგი ვარძიაში იყო თავშესაფარი, ასე ვთქვათ, 50,000 კაცისთვის. ეს ჯერ შეუძლებლად მივიჩნიეთ, მაგრამ მე გეტყვით, აი როგორ ნამდვილად 50,000 დაახლოებით ეწეოდა თავშესაფარი იყო ვარძიაში, თავშესაფარი 50,000 კაცისთვის. და ძმანო და დანო, მეშვიდე იყო საოცრება ის, რომ წყალკანალი ჰქონდა ვარძიას. ესე იგი ვარძია ყოფილა 13 სართულიანი და ყოველ და აივნები იყო, დიდი აივნები და ამ სართულზე ყველგან იყო ვანა ტუალეტი. ესე იგი ეს იყო საოცრება, სოფლიო საოცრება, იმ დროისთვის დიდი საოცრება, ნამდვილი ერთ-ერთი საოცრება, მერვე საოცრება. და მე ვფიქრობდი, რომ ვარძია არის არა მარტო მერვე საოცრება მსოფლიოს, არამედ, იმიტომ რომ ზოგი ამბობს, აი
ხო არის კაპადოკიაში არის ვულკანური ბუნებრივი გამოქვაბულები ძირითადად არის რაღაც ხელითაც ასევე ეგვიპტეში რომის კატაკომბები ეს სულ ბუნებრივია თითქმის ძირითადად და აი ეს კი 50,000 კაცისთვის ეგ იმ დროისთვის მთელი ქალაქი მთელი გამოკვეთო ქალაქი ესე იგი კლდეში ეს ნამდვილად ზმანოდადანო მერვე საოცრება მაგრამ ვარძიაში აი ეს 7 ეს რაც თქვი სისტემა წყალგაყვანილობის გათბობით ესეც ცალკე აღებული სოფლიო საოცრება ზმანოდადანო კიდევ რამაც განგვაცვიფრა ეს იყო აუზი წყლის რეზერვუარი ზმანოდადანო ეს არის საოცრება აი დაახლოებით აკრო ბასეინი ამხელა რეზერვუარია და ამოიღებ ერთ ჭიქას შემოვა ერთი ჭიქა წყალი ამოიღებ ერთ ვედრო წყალს შემოვა ერთი ვედრო წყალი და დგას 800 წელი ნუ ეს უკვე 7 საოცრება ეს სასწაულია უდიდესი სასწაულია ზმანოდადანო და აი დავდივართ ეფერებით გალაქტიონის ლექსი მოვიდა თავში ესეთი პერეფრაზირებით რომ აი რა განძი ქონია რა მხნე რა მდიდარი ფიქრობდი მოდიოდა ეს ლექსი საოცარია მოკლედ ეფერებოდით ვარძიას და ბოლოს როდესაც დავეშვით და ემშვიდობებით ვარძიას რაღაცა ესეთ სინანული მაქვს რომ აი ეს ხო ვერავისულე რომ მერვე ეს თლიანად რომ ეხილა ვარძია აი რა იქნებოდა ეს რა და ამ დროს ზმანოდადანო მე თავზე არავის ვახვევ ეს უბრალოდ ჩემში მოხდა მაგრამ მინდა რომ ეს შტაბეჭდილება თქვენს გაგიზიაროთ ამ დროს მოხდა საოცრება უყურებ ვარძიას და რაღაცა შინაგანად იმდენად აღფრთოვანდი და დიდი სიხარული დამეუფლა როგორც აი არქიმედემ რო დაიყვირა ევრიკა ესეთი რამ აღმოხდა რომ აი მე აღმოვაჩინე თითქოს რა უსეთ მომივიდა ესეთი აზრი რომ ქვაში ეს ნაკვეთი ვარძია რომ გადმოიტანო ქახალზე აი პოეზიაში ეს არის ვეფხისტყაოსანი და ვეფხისტყაოსანი რო გადაიტანო ქვაში ეს არის ვარძია და გამიხარდა ის რომ ვეფხისტყაოსანი სრულად გვაქვს ჩვენ შემორჩენილი და აი რაღაცა ეს ნაკლოვანება რაც ჰქონდა აღივსო თლიანად და თითქოს უფალმა მანახა რომ აი ვეფხისტყაოსანი წაიკითხე კიდე ერთხელ და ნახა ვარძიას თლიანად ოღონ პოეზიაში და იმდენად დიდი სიხარული დამეუფლა იმდენად დიდი რომ აი ეს ნაკლოვანება რომელიც ქონდა ვარძის მოლოცვის დროზე თლიანი ვარძია მანახე უფალო რა თლიანი ვარძია ნეტავ გვენახა აი ამ საოცარი აღმოჩენით ჩემთვის ზმანოდადანო დავკმაყოფილდი და აღვივსე და უდიდესი სიხარულით დავტოვეთ ვარძია და მოვილოცეთ სხვათა შორის ზმანოდადანო რამოდენიმე თქვა რომ ვარძის მოლოცვის დროს რაღაცა სენი რაც ჰქონდა განიკურნა რა ვიცი აი ესე თქვეს რამოდენიმე ადამიანმა იქ აშკარად დიდი მადლია ჩვენი უდიდესი წინაპრების განსაკუთრებით თამარ მეფის და არ არის გამორიცხული რა თქმა უნდა რომ ესეთი კურნება მოხდეს უდიდესი მადლი და მე როდესაც ამ აუზი გითხარით იქ ვარძის აუზი ის წყარო ის საოცარი რეზერვუარი რომელიც გინახია და ალბათ ვისაც არა მე მომავალში ნახავთ დღეს ზუსტად წყაროსთან წავიკითხეთ მაცხოვარი შეხვდა ფოტინეს წყაროსთან და გამახსენდა ეს რომ იქ ქადაგებაც უნდა მოემზადებინა რომ აი რაღაცნაირად თითქოს ეს წყარო იყო ასეთ წყარო იყო მაცხოვარი რომ ფოტინეს შეხვდა და დღეს მაცხოვარმა დღეს წავიკითხეთ ჩვენ სახარებიდან საოცარი სწავლება ცოცხალი უკვდავების წყლის შესახებ და რა არის ეს უკვდავების წყალი? ალბათ აი საოცრება ზმანოდადანო რამდენი რამ რაც კი აქვს ადამიანს ოცნება ყველაფერი უსრულდება მე ვთქვი და ვამტკიცებ ჩვენ ამას ქრისტიანული მოძღვრებით და აი უკვდავების წყაროწყალიც გაგვიგია ხო? აი ესეც კი უსრულდება ქრისტიანს. აი დღეს წავიკითხეთ ჩვენ ზუსტად ცოცხალი მარადიული წყლის უკვდავების წყაროს შესახებ რომელსაც მაცხოვარი გვაძლევს
ესე იგი, ვინც ამ წყალს მიიღებს და დალებს, ამბობს მაცხვარი ეუნება პოტინეს, სამარიტელ ქალს, მას აღარ წყუროდეს და ყოველივე წყურვილი მას მოუკლას ამ წყალმა. რა თქმა უნდა, ეს ამ წყაროში იგულისხმება ქრისტიანობა. ვინც მიიღო ქრისტიანობა, მან ეს წყარო შესვა. და ყოველი კითხვა, რაც აქვს ადამიანს, ხო? სულიერი წყურვილი. ქრისტიანობა მას უკლავს. კარგი, ესე იგი, როგორ უკლავს? ამ სულიერ წყურვილი კვდება. ანუ ყველა პრობლემა ხსნის ქრისტიანობა. ყველა პრობლემას ხსნის ქრისტიანობა და აი მოვდიოდი და ფიქრობდი. მართალია უფალმა აი ვეფხისტყაოსნის აი ამ აღმოჩენით ჩემთვის, ჩემში დიდი სიხარული მომგვარა და თითქოს აი მე მაქვს შანსი რომ ვარძია ვიხილო პოეზიაში და ისევ თავიდან ერთხელ კიდევ სულ სხვა გზნობით წავიკითხო ვეფხისტყაოსანი, მაგრამ ესეც რომ არ ყოფილიყო, ეს სურვილი მაინც ასრულებული იქნებოდა. იმიტომ რომ ეს ცოცხალი წყარო, რომლის შესახებაც ქრისტემ უკადაგა ფოტინეს, ეს არის წყარო, რომელიც ყოველ სულიერ წყურვილს კლავს. ესეც ხო წყურვილი იყო, არა რომ მენახა ვარძია. ესე იგი, აღავსებს ყველაფერს. ქრისტიან, რადგან ვარძიაც და ყველაფერი არის ამ წყაროს ქრისტიანობის ქვესიმრავლე ძმანო და და. ასე რომ, ვინც ამ წყალს დალევს და ჩვენ დავლიეთ ეს წყალი, ეს არის ქრისტიანობას რომ მიიღებ, აი მაშინ დალევ ამ წყალს, ის ადამიანი არის ბედნიერი. თავარია რომ არ უარყო ღმერთმა დაიფაროს და ბოლომდე, სიცოცხლის ბოლომდე დარჩე ქრისტიანი. დაგლოცოთ, გაკურთხოთ, ხომ?